ვაგრძელებთ ამოცანების ამოხსნას 6-100-დან. ვარიცხვის საშუალო არითმეტიკული არის 6. ხოლო 6 რიცხვის საშუალო არითმეტიკული არის 8. ასეთ ამოცანებში, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ ცვლადები რიცხვების გამოსასახად, მაგრამ მეგირჩევთ უბრალოდ სიტყვებით გავუყვეთ ამოცანის ამოხსნას. 8 რიცხვის საშუალო არითმეტიკული. პირდაპირ დავწეროთ ასე, შეგვეძლო a+, b+, c+ და ასე შემდეგ. რაც იქნებოდა მერვე ცვლადი გამოგვეყენებია კარგად 8-ზე საშუალო არითმეტიკულის დათვლა გვახსოვს, როგორც ხდება ჯამი უნდა გავყოთ რიცხვების რაოდენობაზე და დავწერდით, რომ ეს 6 ტოლია, მაგრამ ბევრი ცვლადის გამოყენება მიზანშეწონილი არის. შეგიძლიათ ხშირად ამოცანებში თქვენ უბრალოდ ვერბალურად გამოსახოთ თქვენი სათქმელი. მაგალითად ასე. 8 რიცხვის ჯამი გაყოფილი 8-ზე, ეს არის 6 ტოლი. ხოლო სხვა 6 რიცხვის საშუალო არითმეტიკული 8 ტოლია. სხვა ამათგან განსხვავებული 6 რიცხვი იგულისხმება. 6 რიცხვის ჯამი შეფარდებული 6-თან ეს 8 ტოლია. კიდევ ერთხელ განვევდეთ, რა არის საშუალო არითმეტიკული? ეს არის მოცემული წევრების ჯამი გაყოფილი მათ რაოდენობაზე. რომ მქონდა 8 რიცხვი, მქონდა სხვა 6 რიცხვი, ვიცოდით მათი საშუალო არითმეტიკულები. ახლა კითხვა რაში მდგომარეობს? რას უდრის 14-ვე რიცხვის საშუალო არითმეტიკული? ანუ როგორ უნდა მოვიქცეთ? უნდა დავთვალოთ 14-ვე რიცხვის ჯამი, 14 რიცხვის ჯამი და უნდა გავყოთ მათ რაოდენობაზე ხო? 14-ზე. ნიშნული ვიცით რაც არის 14. საპუნელი დაგვრჩა მრიცხველი, მაგრამ რიცხვებს როგორ დავთვლით? რა თქმა უნდა, პირველი ინფორმაციიდან 8 რიცხვის ჯამი რა იქნებოდა? როჯერს, ხო? 48. რა იქნებოდა დანარჩენი 6 რიცხვის ჯამი? ეს იქნებოდა, ესეც 6-8. 48. მაშინ რიცხველი რაღა იქნებოდა? ამათი ჯამი 96 და შესაბამისად ეს შეფარდება მიიღებდა სახეს 96 გაყოფილი 14-ზე. იგი მოახერხეთ ახლა შეკვეცა აქ. 2-ზე იკვეცება, ეს არის 48 მე-7, 48-ში 7 მოთავსდება 6-ჯერ, 6 მე-7 გამოდის. მოგძელოთ 102 ამოცანა. ფირმაში მომუშავე 30 ქალის საშუალო ასაკი 40 წელი. ოკეი. როგორ გამოვსახოთ ქალების საშუალო ასაკი? ქალების ასაკთა ჯამი გავყოთ მათ რაოდენობაზე. ქალების ასაკთა ჯამი გავყოთ მათ რაოდენობაზე. რამდენი არიან? 30 არის. 30-ზე. არის 40. ხოლო დანარჩენი მომუშავე 20 მამაკაცის საშუალო ასაკი 50 წელია. ანუ მამაკაცების ასაკთა ჯამი შეფარდებული. მამაკაცების რაოდენობა რამდენი არის? 20-ია, ხო? 20-ზე, აი 50 ტოლია. შეგიძლიათ, როდესაც ასეთი ინფორმაცია არის მოწოდებული, პირდაპირ ადგეთ და დაახურდაოთ ეს ქალების ასაკთა ჯამი გაიგოთ, მამაკაცების ასაკთა ჯამიც. რა იქნებოდა ქალების ასაკი? საკუთრე ჯამი ეს იქნებოდა 30-40, ხო? 1200. მამაკაცების ასაკთა ჯამი ეს იქნებოდა 20-50, ანუ 1000. რისი ტოლია ამ ფირმის მუშაკთა საშუალო ასაკი? ყველა თანამშრომლის, ძალიან კაციანად
საშუალო ასაკს ითხოვენ. და რა იქნებოდა? ეს იქნებოდა ყველას ასაკთა ჯამი გაყოფილი მათსავე რაოდენობაზე. რამდენი არიან სულ ხო 40 პლუს, ხოდში 30 ქალი არის, 20 მამაკაცი, ანუ 30 პლუს 20 მათ ჯამზე გაიყოფოდა. მაგრამ ყველას ასაკი მე თუ ვიცი ქალების ასაკი და ჯამი და კაცების ასაკთა ჯამი არ გამოდის 1200 პლუს 1000. გაყოფილი 50-ზე. ეგ რამდენია? ეს არის 2200 გაყოფილი 50-ზე და პასუხი გამოდის 44. გავუკეთოთ 103 ამოცანა. ო 11 რიცხვის საშუალო არითმეტიკული 14 ტოლი. ეს ვერბალურად ხო გავაკეთეთ ზედა ამოცანა, უпростоრად ჩვენ სიტყვებით ჩავწერეთ ინფორმაცია, ასოითი გამოსახულებები არ გამოგვიყენებია. მოდი ახლა რა ვქნათ, იცი? მაგით და ჩავწეროთ ასოითი გამოსახულებებით. აქ უკეთესი იქნება, რადგანაც 11, რაღაც 9, 30, რიცხვი ასეთი რაოდენობებზეა საუბარი, გამოვიყენოთ ინდექსირებული ცვლადები, ანუ A1, A2, A3 და ასე შემდეგ. 11 რიცხვის საშუალო არითმეტიკული, ანუ A11 ეს ჩაქვი, რომ დავკრიბოთ რიცხვები, გავყოთ მათსავე რაოდენობაზე 11-ზე, გამოდიოდა 14 ტოლი. ამ რიცხვებიდან 9 რიცხვის საშუალო არითმეტიკული 16 ტოლი, ანუ გამოდის, რომ A1 პლუს A2 და ასე შემდეგ, პლუს A9, ანუ ჩავთვლე, რომ ეს პირველი 9 რიცხვი იყო, ვთქვათ. ამაში შეზღუდულები არ ვართ, შეგვიძლია ნებისმიერი 9 აკვირდო და ჩაგვითვალა მათი საშუალო 16-ად. რისი ტოლია დანარჩენი ორი რიცხვის საშუალო არითმეტიკული? კარგად არის ფორმირებული პირობა, არაფერი აკლია, დანარჩენი ორი რიცხვი იქნებოდა A10 და A11, ჩვენ გვჭირდებოდა მათი საშუალო, როგორ მოვიქცევი? რა თქმა უნდა, საშუალო არითმეტიკულიდან გავსაზღვრავთ ჯამებს. გავსაზღვრავთ ჯერ ამ 11 რიცხვის ჯამს, ეს იქნებოდა 11 ჯერ 14, ანუ 154. განვსაზღვრავთ ამ 9 რიცხვის ჯამს, ეს იქნება 9 ჯერ 16, ანუ 90 დამატებული 54, ეს არის 144. და შესაბამისად მათი სხვაობა რას მოგცემს, მეგობრებო? ეს არ იქნება A10-სა და A11-ის ჯამი. იმიტომ რომ განსხვავება ამ ორ მიმდევრობას შორის სწორედ არის მე-10 და მე-11 წევრები. ეს არის 10, ხო? 154-ს გამოკლებული 154. და შესაბამისად, მეგობრებო, რა იქნება ამ ორი რიცხვის საშუალო? 10 გაყოფილი 6, ანუ 5. მოდით გადავერთოთ 104-ზე. ოთახში მყოფი 8 ბიჭის საშუალო ასაკი 12 წელი იყო. აქაც გამოვიყენოთ ასოითი გამოსახულებები. A1, A2 და ასე შემდეგ. მერვე არა. საშუალო ასაკი. შეგიძლიათ პირდაპირ დაწეროთ, რადგანაც 8 კაცია, მათი ჯამი გაყოფილი 8-ზე იქნებოდა 12 წელი, ანუ 8 ჯერ 12 იქნება ყველა ანუ საშუალო თითოეული მათგანი თუ არის 12 წლის, გამოდის მეგობრებო, რომ 8 ჯერ 12 შეგროვდება 8-ვის ასაკი, ხო? ისე კვლავ ფერი აგვერია და მოდი გადავთავ ახლა ჩვენ სტანდარტულ ტრადიციულ ფერზე. გაცრავად. მოდი გავაგრძელოთ ახლა. მოდი გიქით აქ. იგივე თითი მეჭირება და იცვლება შრიფტი გამოსაყენებელი ამ ხაზების და ეს რა თქმა უნდა კაშოულ დისკომფორტს ქმნის. მოდი ნახოთ, კიდევ გადავთავ. წესით აქ დავბრუნდები ორჩა.
ასე გავაგრძელოთ საუბარი. როცა ოთახიდან ერთი მათგანი გავიდა, დარჩენილთა საშუალო ასაკი 11 წელი გახდა. თქვენ გავიდა მერვე ადამიანი. ანუ დარჩენილები ვინ იქნებოდნენ? A1, A2 პლუს და ასე შემდეგ A7, ხო? და რადგანაც ამ 7 კაცის საშუალო ასაკი გახდა 11 წელი, ესე იგი 7-ჯერ 11 იქნებოდა 7-ვე ასაკთა ჯამი. ეგ არის 96, ეს არის 77 და რამდენი წლის გამოდის მაშინ გასული მერვე ადამიანის ასაკი? გამოვაკლოთ ზედა ჯამს, ქვედა ჯამი, განსხვავება მათ შორის ზუსტად ეს 8 არის და 8 იქნება, დანარჩენები ხო გააბათილებდნენ ასე, გააბათილდებოდნენ ესე. 96-ს გამოკლებული 77. ეს არის მეგობრებო 19 ტოლი. დიახ, საკმაოდ მარტივი ამოცანებია. შესაძლოა მე მაგალითად აქ არ მომეტანა ეს ამოცანები პროცენტებთან ერთად პროპორციებთან, მასშტაბებთან, იმიტომ რომ მაინც ეს საშუალო არითმეტიკული ერთგვარად სტატისტიკის ელემენტია, განყოფილებაა და ალბათ ამ სიტუაციებს უფრო ავსახავდი იქ, სადაც დიაპაზონზე, მოდაზე, მედიანაზე მექნებოდა საუბარი, მაგრამ პრინციპში ამდე თუნდაც კონცენტრაციებზე, იმიტომ რომ შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე რომ გავარჩევს კონცენტრაციის ამოცანებს, ძალიან გავს საშუალო არითმეტიკული თავისი ხასიათით ხსნარის მაგალითად კონცენტრაციას. ამაში დავწუნდებით მომავალში. 105 ამოცანაზე ვართ გაჩერებული, მოდი ჩამოვსხვრილოთ. ფირმის თანამშრომელთა საშუალო ასაკი 23 წელია. ფირმის პრეზიდენტი 37 წლისაა. რადგანაც ამ ამოცანაში რაოდენობებზე არ არის საუბარი, მოდით ისე სიტყვებით გამოვხატავ მოვლენებს და არა ცვლადებით. ფირმის თანამშრომელთან ყველას საშუალო ასაკი გამოდის, ხო? კაიტოს დავწეროთ ცვლად. ფირმის თანამშრომელთა ასაკთა ჯამი რა იქნება? ჩვენ რაოდენობა არ ვიცით, ხო? კაი, მოდი წავკითხოთ ბოლომდე აბა. ფირმის თანამშრომელთა საშუალო ასაკი 23 წელია, ფირმის პრეზიდენტი 37 წლისაა. პრეზიდენტის ასაკის ჩავთვლილად ფირმის თანამშრომელთა საშუალო ასაკი 22 წელია. გასაგებია. რამდენი თანამშრომელია ფირმაში? ნუ ზუსტად რაოდენობას გვეკითხება და ვთქვათ, X თანამშრომელია. ვთქვათ, სულ X თანამშრომელია, რადგანაც არ გვიკონკრეტებს პრეზიდენტის ჩავთვლილად თუ ჩათვლით სტანდარტულად, როდესაც თანამშრომლებზე ვსაუბრობ, ნუ თავის პრეზიდენტიანად უნდა ჩავთვალოთ, ხო? ანუ ყველა აბსოლუტურად ყველას რაოდენობა არის X. სულ X თანამშრომელია. მაშინ ასაკთა ჯამი რომ გავყოთ X-ზე, ეს იქნება 23 ტოლი. პრეზიდენტი 37 წლისაა, ხო? ანუ პრეზიდენტი 37 წლის არის. და პრეზიდენტის ასაკის ჩავთვლად პრეზიდენტის გარდა ფირმის თანამშრომლების ასაკთა ჯამი ეს იქნება რომ გავყოთ, რაზე უნდა გავყოთ? ახლა რაოდენობა რამდენი იქნება პრეზიდენტის გარდა? ეს იქნება x-1. x-1-ზე რამდენი გამოდის? 22 წელი. 22 სტოლი. შეგვიძლია აქ მარტივ დატოვებას შევადგინოთ ახლა. უბრალოდ ერთ პატარა გარდაქმნას შევიდეთ ცვლილებას. ფირმის თანამშრომელთა ასაკთა ჯამი ხო გამოდის 23 გამრავლებული x-ზე. მოდი აქვე გადავაკეთებ, აღარ გადავწერ, გამოდის ეს 23x და ანალოგიურად პრეზიდენტის ჩავთვლილად დანარჩენი თანამშრომლების ასაკი გამოდის 22-ჯერ x-1. ახლა დააკვირდით.
ეს თუ არის ეს ხაზი პრეზიდენტის გარდა თანამშრომლების ასაკთა ჯამი. და ეს არის პრეზიდენტის ასაკი. მაშინ აი ერთად 22 ჯერ x-1 რომ დავუმატო 37. აქ იქნება მთლიანად ყველა ასაკი. კი? ხორჩანავთ აქ. მიდი ამოვხსნათ კანტონები. 22x-22 plus 37, ეს არის 23x. მოდი იქით გადავიტანოთ 22x, აქ იქნება x, აქ იქნება -22 plus 37, 15 იქნება. შესაბამისად პასუხი არის, სულ არის 15 თანამშრომელი. თანამშრომელი. გონია რომ იულად გავუკლავდით. 106 ამოცანა. სროლელმა 4 სერიაში საშუალოდ 80 ქულა დააგროვა. ანუ რამდენი აქვს სერიაში ალბათ რაღაცა ერთობლიობა სროლების, ხო? პირველი თქვა 1000 სროლისგან შედგება პირობითად ვამბობ. პირველ 10 სროლაში, მეორე 10 სროლაში, მესამე, მეოთხე 10 სროლაში, 4 სერიაში დააგროვა 80 ქულა. რამდენი ქულა უნდა დააგროვოს მან მეხუთე სერიაში, რომ საშუალო ქულა 85 გამოვიდეს. მოდი აქ ახლა რადგანაც სერიების რაოდენობა ბევრი არ არის, დავავიყენოთ ისევ ცვლადები. თქვათ A1 სერია, A2 სერია, A3 სერია, A4 სერია, ხო? და ეს არის ქულები თითო სერიაში, პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე სერიაში და მათი ჯამი რომ გაყოთ 4-ზე, ცხადია ეს იქნება 80 ქულა. რამდენი ქულა უნდა დააგროვოს მან მეხუთე სერიაში? What? ალა 5 არის x. ნუ x ქულა დააგროვა მეხუთე სერიაში. რომ საშუალოდ 85 ქულა გამოვიდეს, ალბათ იგულისხმება 5-ვე სერიაში, ხო? ესე იგი რა ვიცით ჩვენ? A1 დამატებული A2, A3, A4, A5 რომ გავყოთ 5-ზე, უნდა გამოდიოდეს 85 ქულა. მეტი არაფერი არა, კითხვაც აგერ. ვიცით რას გვიკითხებიან? ინფორმაციაც მოცემულია. შევცვალოთ ოპტიმალურ ფორმამდე მივიყვანოთ ეგ ინფორმაცია. ცხადია A1, A2, A3, A4-ის ჯამი იქნებოდა 4 × 80, ანუ 320 ქულა. ცხადია A1, A2, A3, A4 და A5 წევრების ჯამი იქნებოდა 5 × 85 რამდენი ეს არის 5 × 80 400, 5 × 5 25 425 ქულა. და რა განსხვავება ამათ შორის, ხო? ამათ შორის განსხვავება არის ზუსტად მეხუთე წევრი, ანუ 320 დამატებული x არის 425, ხო? აი მეხუთე წევრიც რომ დამატებოდა ამ რაოდენობას იქნებოდა მეხუთე 425-ის ტოლი. შეგეძლოთ საერთოდ არ შემოგეტანათ სვლადი აქ. უბრალოდ რაღაც საუბრის დროს მომინდა რომ ასე გვეთქვა. x-ი რა გამოდის? მოდი არ შეგუშალოს ანგარიში 105 გამოდის. ანუ მე-6-ე, ბოდიში, მეხუთე სერიის გასროლებისას უნდა დაეგროვებინა 105 ქულა. ეს მეშვიდე ამოცანა. სრულად შევხედოთ ამოცანას. მიცემულია 4 რიცხვი. ოკეი. გამოთვალეს ყოველი 2 რიცხვის საშუალო არითმეტიკული და მიიღეს 5, 6, 7, 8, 9, 10. იპოვეთ მოცემული რიცხვების ჯამი. განსაგებია მეგობრებო. აქ ეს რიცხვები არის A, B, C და D. და ჩვენ ვიცით ყოველი 2 მათგანის საშუალო არითმეტიკული, ანუ A + B-ს ნახევარი ვიცით. ეს არის 5. მოდი აგერ ჩავამსკრივებ დავატევ. A + C-ს ნახევარი. რიგრიგობით მივყვეთ A B-ს, A C-ს, A D-ს, მერე იქნება B C, B D და ბოლოს იქნებოდა C D. ეს არის 6. A + D-ს ნახევარი იყოს 7.
b პლუს c-ს ნახევარი 8, b პლუს d-ს ნახევარი 9 და c-ს პლუს d-ს ნახევარი 10. მაგ ყურადღებით იყავით, რომ არ გამოგჩეთ არც ერთი, ამიტომ ჯობს თანმიმდევრულად თუ დააწვილებთ და არა არეულად. ცხადია, a პლუს b რა გამოდის, მოდი ჩავუწეროთ ახლა, a პლუს b გამოდის 10, ორი გავდავიდო და გამრავლებით, a პლუს c გამოდის 6, ლამაზად მოვწეროთ, a პლუს d 7, b პლუს c 8, b პლუს d ვой, ფუტიშ, ხავურია. ზე გამრავლებები დამავხდა. 12, 14, 16, 18, ხო, c პლუს d იქნებოდა 20. ეს მივიღეთ. ჩვენ რას გთხოვეთ? რომ ეთხოვათ ცალ-ცალკე თითოეული ეს რიცხვი იპოვეთო, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ახლა ეგ? 20 ცვლადი გვაქვს და განტოლება საკმაოდ ბევრი გვაქვს, ხო? სხვათაშორის შეიძლება ყოფნა აქედან. კარგი. მოდი უბრალოდ იმის თქვა მინდოდა, რომ ზოგჯერ შესაძლოა თქვენ იქონდეთ რესურსი ცვლადების პოვნის, აი თქვენ მიერ შემოტანილი ცვლადების პოვნის, მაგრამ არ ხო საჭიროება. აქ არის კითხვა დასული, იპოვეთ მოცემული რიცხვების ჯამი. და როგორ იპოვიდით ამ ჯამს? ძალიან მარტივად. თქვენ დგებით და ყველას დავკრიბავთ ჩვენ. დაგვირდით რა გამოვა? არა, სამჯერ არ არის აქ. კი, სამჯერ არის, 3 იქნებოდა. აუცილებლად b სამჯერ იქნება, რომ დაწყვილებაში ასე მოხდებოდა b, ნახეთ, 3 არის. იმიტომ რომ ყოველი წევრი, როდესაც თქვენ დააწვილეთ სხვებთან, სულ 4 თუ არიან, ყოველი წევრი დანარჩენ 3-ს არ დაუწყვილდებოდა. ანუ ასეთ ტოლობებში სამჯერ მიიღებდა მონაწილეობას და a-ც, b-ც, c-ც და d-ც იქნებოდა 3-ჯერ. ესე თუ დავკრებთ ჩვენ 20-დან 10-დან 20-ის ჩათვლით, ეს არის, ნახეთ, ასე დავკრიბოთ 30, 30, ანუ 3×30 გამოდის 90-ია და a პლუს b პლუს c პლუს d გამოდის მეგობრებო 30-ის ტოლი. ნუ შეგეძლოთ აქ თითოეულის გაურკვევლად დაგეთვალათ. ზოგჯერ ხდება ხოლმე ასე, აი ავტორი როდესაც მოიფიქრებს ამოცანას, ასე კარგად გამოდის, მაგრამ იდეაში შეიძლება მსგავსი ამოცანა არც არსებობდეს, იმიტომ რომ ახლა ჩვენ რომ გავყვეთ და დავიწყოთ A-ს, B-ს, C-ს და D-ს ძიება, შესაძლოა ვერც მივიღოთ მსგავსი რიცხვები, მაგრამ აქ შეზღუდვა დადებითობაზე არ არის, არაფერზე არ არის, ხო, რა თქმა უნდა, აქ ამას ამონახსნი ექნება და A, B, C, D-ც იარსებებს, მეგობრებო. კაი, ნუ ამას ყურადღება არ მიაქციოთ, რაც ახლა თქვი ამ ეტაპზე არ დაგაბნიოთ. შეგეძლოთ A, B, C და D ცალ-ცალკე არ გამოგეთვალათ, უბრალოდ გეპოვნათ ჯამი. ყურადღებით იყავით, ზოგჯერ ხდება მსგავსი საკითხი, მსგავსი კითხვა, როდესაც რაღაცა კომბინაციებს ითხოვენ, მაგალითად 2A პლუს B მინუს C რომ ითხოვან, პირობითად ვამბობ რაღაცა მაგალითად განტოლებები იყოს მოცემული, არ არის სავალდებულო ცალკე A იპოვო, B იპოვო, C იპოვო, დააკვირდით უბრალოდ აღნიშნული განტოლებების ან დაკრებით, ან გამოკლებით, გადამრავლებით, ან რაღაცაზე გაამრავლო ერთ-ერთი მათგანი და მერე დაკრიბო, ხო არ გამოდის პირდაპირ რასაც გვეკითხებიან ის გამოსახულება. ის მერვე შევდიოთ. ცოტა ვცელი პირობა ჩანს. მოდი ნახოთ. დაფაზე რამდენიმე მთელი რიცხვი წერია. არ ვიცით რამდენი წერია, ხედავთ?
რამდენიმე. მათი რაოდენობა 40-ზე მეტია და 50-ზე ნაკლებია. მოდი ასე ვთქვათ, რიცხვების რაოდენობა 40-ზე მეტია, კაცრად მეტია. ამიტომ ასე და ნაკლებია 50-ზე. სანამ ჩამოყალიბდებით რის მაგივრად ჩამოვიტანოთ ცვლადები, იყოს ასე. ამ რიცხვების საშუალო არითმეტიკული -3 ტოლია. ანუ ყველას, ესე იგი, ყველას ჯამი რომ გავყო მათ რაოდენობაზე, ხო? კაი, მოდი იყოს შემოვაგდოთ ახლა რიცხვების რაოდენობა, თქვათ, არის x-ი ძალიან ეს რიცხვების რაოდენობა. და ყველას ჯამს თუ გავყოფთით x-ზე, იქნებოდა მეგობრებო, რამდენი არის ბოდიში? -3 ტოლი. აი, -3 ტოლი. ყველა დადებითი რიცხვის საშუალო არითმეტიკული 4 ტოლია. აჰა, გასაგებია. ანუ ცალკე დადებითები უნდა დავკრიბოთ, დადებითების ჯამი, რომ გავყოთ მათ რაოდენობაზე, მოდი იყოს a დადებითების რაოდენობა. ასე გადავთვალოთ, დადებითების რაოდენობა, თქვათ არის a. აცა. უარყოფითების რაოდენობაც შემოვიტანოთ. უარყოფითების რაოდენობა იყოს სპეციალი. შესაბამისად, მაშინ მოდი აქ x-ი კი აღარ გქონდეს. ხო? პირდაპირ დავწეროთ a + b. a + b-ი იქნება, ხო? ყველა რიცხვი ერთად და ყველას ჯამი გაიყოფოდა a + b-ზე. დადებითი რიცხვების ჯამი რომ გავყავ მათ რაოდენობაზე საშუალო რამდენი იყო? 4 იყო, ხო? ანუ 4 ტოლია და უარყოფითების ჯამი რომ გავყავ მათ რაოდენობაზე არის -8 ტოლი. რა შეგვიძლია ახლა აქედან დავწეროთ? დადები ყველას ჯამი რა გამოვიდოდა? ყველას ჯამი -3-ჯერ a + b. დადებითების ჯამი 4-ია. უარყოფითების ჯამი -8b. და შესაბამისად, ყველას ჯამი, აი ეს არ იქნებდა -3-ჯერ a + b 4-ას დამატებული -8b-ს ტოლი. კი, რა თქმა უნდა იქნება. მოდი სანამ კითხვას წავიკითხავთ ახლა, რა ის გვეკითხებიან, აი ორი კითხვა აქ, ყველამდე გამოვსახოთ a-b-ი, ან b-10 -300 -3b ტოლია 4-ას -8b-ს. მოდი ახლა b აქეთ გადავიტანოთ a წევრი იქეთ. გვექნება 8b პლუსით გადმოდის და გამოაკდება 3b. 4-ას ხარეს აქ 3a პლუსით გადადის და გვექნება 5b უდრის 700. რომელი რაოდენობა უფრო მეტია? ნუ ცხადია, ამაზე ჩვენ გვქონდა ადრესაობა, რადგანაც b-სთან უფრო პატარა რიცხვია, b მეტია, ხო? მეტია. ნუ აგლებია. რომელ ასეთ ტოლობებში, რომელ რიცხვსაც უფრო დიდი კოეფიციენტი აქვს, შესაბამისად ის უფრო დიდი. ახლა ვიღაცა მეთქვას, რომ a და b რომ უარყოფითები იყვნენ, მეგობრებო, არ დაგავწდეთ, a და b არის რაოდენობები. და ისინი აუცილებლად ნატურალური რიცხვები უნდა იყვნენ. ამ პირველ კითხვაზე პასუხი მაშინ, ჯერ არ დაგვითვლია. ოკეი.
ჩვენ უპასუხეთ მეორე კითხვას უპასუხეთ აი უკვე რომელია მეტი რაოდენობის დადებითი თუ უარყოფითი და რადგანაც ჩვენ B გამოგვივიდა უფრო მეტი, ესე იგი ამ კითხვაზე პასუხი არის უარყოფითი რიცხვები უფრო მეტია. მაგრამ ჩვენ თავი კითხვა გვაქვს პასუხგასაცემი. სულ რამდენი რიცხვი წერია დაფაზე? კარგი. იმისთვის მოდი B გამოვსახოთ ახლა ჩვენ 7 მეხუთედი 10, ხო? ასე არის. ცხადია მეგობრებო B ნატურალური რიცხვი არის და ნატურალურობა რომ შეინარჩუნოს, უნდა იყოს 5-ის ჯერადი, ხო? A5-ს უნდა კვეცდეს. ანუ რა შეიძლება იყოს A? A შეიძლება იყოს 5, 10, 15, 20, 25 და ასე შემდეგ. ну ახლა ნული ვერ იქნებოდა მეგობრებო, იმიტომ რომ მაშინ რაღაცა რაოდენობა ხომ უნდა ყოფილიყო, ვერც A და ვერც B ნული ვერ გავა. მოდი გავყვეთ. არ დაგვაუწყდეს რომ A პლუს B აი აქედან 40-დან 50-მდე მერყეობს. მათი ჯამი. ანუ ისეთი უნდა შევარჩიო A, რომ B-ც ითვლება და A პლუს B გამოვა 40 და 50 შორის. კარგი. მოდი გავყვეთ ახლა. A თუ არის 5, აი ჩავსვამით აქ, ხო? ნიშნულობებს. მინიშნება გავაკეთოთ. 7 მეხუთედი გამრავლდებოდა 5-ზე და B რა გამოვიდოდა? B გამოვიდოდა 7 არა, მაგრამ არ ვარქა ეს. იმიტომ რომ მათი ჯამი 12-ია. მეორე შემთხვევაში B რა გამოვიდოდა? 10-ს რო ჩავსვამდით აქ, გამოდიოდა 14. მათი ჯამიც არ გვაწყობს 24-ია, 40-ზე მეტი უნდა იყოს. 15-ს თუ ჩავსვამდით 100-ს, 15 5-თან შეგვეცებოდა, დარჩებოდა 3, 3 7 21 და 15 პლუს 21 36-ია, არც ეს ვარგა. და აი მივახლოვდით, ხო? თუ 20-ს ჩავსვამდით, 20 გაიყოფოდა 5-ზე 4, 4 7 28 და მათი ჯამი იქნებოდა 48 და თუმაც არა, კარგია. აი რაც შეეხება თუ A იქნებოდა 25 ან უფრო დიდი, ძალიან დიდ რიცხვს ეკადის, ხო? 25 გამრავლდებოდა 7/5-ზე, შეიკვეცებოდა 35 გამოდიოდა და მათი ჯამი უკვე 60-ია და გაგვიქცა ძალიან. ანუ სასურველ დიაპაზონში მაშინ მოხდებოდნენ ეს რიცხვები, როდესაც A იქნებოდა 20. ну შესაბამისად B 28. მაშინ სადამე რა გამოგვივიდა A პლუს B? 20 პლუს 28, ანუ 48. ну პირველ კითხვაზე პასუხი იქნებოდა 48. გავაგზავნოთ. 109. ну 5 განსხვავებული მთელი რიცხვის საშუალო არითმეტიკული 10-ის ტოლია. მოდი ავიღოთ აბა A, B, C, D და E. და რადგანაც საშუალო არითმეტიკული 10-ის ტოლია, მოდი პირდაპირ დავწერ, ხო? მათი ჯამი გაყოფილი 5-ზე იქნებოდა 10 და ანუ გამოდის მათი ჯამი არის 50-ის ტოლი. მოდი არ დავივიწყოთ ეს თავად თქვა, იშვიათად რომ ეს ლიტონის სიტყვა იყოს და გარკვეული შინაარს მნიშვნელობა არ ჰქონდეს. ანუ დავწეროთ აქ რომ A განსხვავდება B-სგან, განსხვავდება C-სგან, განსხვავდება D-სგან, ყველა ერთმანეთსგან განსხვავებულია და არ დაგვაუწყდეს რომ აი ეს რიცხვები, მთელი რიცხვებია. არც ერთი ამ რიცხვებიდან არ არის 5-ზე ნაკლები. აი კიდევ ერთი რაღაც, ხო? ანუ თითოეული მათგანი მეტიან ტოლია 5-ზე, ანუ 5-ზე ნაკლები თუ არა, მაგრამ სულ ცოტა 5 ვარ, ხო? და რას უდრის რა უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება მიიღოს ერთ-ერთმა მათგანმა. პირობით აქ ჩავთვალოთ, რომ რომელიც მიიღებს უდიდეს მნიშვნელობას, მოდი მას დავარქვათ E. აი თქვათ ეს არის მაქსიმალი. ან ძალიან მარტივი ლოგიკა. აი მაგ 5 მეგობარი თუ ინაწილებს 50 პორტოხალს, რა დროს შეხვდება ერთ-ერთს ყველაზე მეტი. თუ დანარჩენებს რაც შეიძლება ცოტა შეხვდება. ახლა ანაკ განაწილებაში გარკვეული დათქმები გვაქვს, ხო? აი რა დათქმა? მაგალითად, კი მინდა რომ დანარჩენებს რაც შეიძლება ცოტა მიიღო. აი მაგალითად დანარჩენებისთვის 0.00 რომ იმეცა 50-ივე შეხვდებოდა ბოლოს, ხო? ის ვისაც უნდა შეხვდეს რაც შეიძლება მეტი, მაგრამ მაგას ვერ ვიზავთ, იმიტომ რომ სულ ცოტა 5 უნდა ჰქონდეს თითოეულ მათგანს. აჰა. ანუ
პირველს რაც შეიძლება ცოტა რომ მქონდეს, ეს ცოტა შეიძლება იყოს 5. მაგრამ ხო ვიცით, ახლა მეორეს უკვე 5 ვეღარ იქნება, იმიტომ რომ განსხვავებული რიცხვებია. არა და მეორესაც მინდა რაც შეიძლება ცოტა შევხვდეს, იმიტომ რომ ასეთ პირობაში თუ მოხერხდება, რომ მეტი დამჩეს ბოლო მონაწილისთვის და გამოდის რომ ამას და რაც შეიძლება ცოტა რა იქნება, თან 5-სგან განსხვავებული უნდა იყოს, თან პატარა, ესე იგი უნდა იყოს 6. ანალოგიურად, მესამეს უნდა შეხვედროთ და 7, მეოთხეს 8. აი ამათი ჯამი გამოდის მეგობრებო 50. თუ დავკრებთ, ეს არის 13, 13, 26 და მაქსიმუმ 24 სტოლი შეიძლება იყოს ის, რაც ხდება აღნიშნულ პირობებში მეხუთე მონაწილეს. თუ მეხუთე რიცხვს. ეს მეათე ამოცანა. დაფაზე პირველი 20 ნატურალური რიცხვი წერია. ახლა აღარ გვინდა აქ ცვლადების შემოტანა პირდაპირ 1, 2, 3 და ასე შემდეგ პირველი 20 ნატურალური რიცხვი დაწერეს. ვინცა ერთ-ერთი მათგანი წაშალეს, არ ვიცით რომელი წაშალეს ოქროები. აღმოჩნდა რომ დარჩენილებს შორის ერთ-ერთი არის ყველა დარჩენილის საშუალო არითმეტიკული. ოჰო, ანუ როგორ გამოვსახოთ ახლა ეგ? მე ხო არ ვიცი რომელი წაშალეს, ცვლადები ხო არ შემოვიტანოთ. დარჩებოდა 19 რიცხვი დარჩებოდა, რომელიღაც წავშალეთ აქედან. დარჩებოდა 19 ცალი რიცხვი. მოდი ასე ვთქვი. 19 რიცხვი დარჩა და მათი საშუალო დარჩენილებს შორის ერთ-ერთი არის ყველა დარჩენილის საშუალო არითმეტიკული. ყველა დარჩენილის საშუალო არითმეტიკული არ იქნებოდა 19 რიცხვის ჯამი, და ასე დავწერნახეთ 19 დარჩენილი რიცხვის ჯამი გაყოფილი 19-ზე არის ერთ-ერთი მათგანის ტოლი, ანუ რომელიღაცა ამ, აი მაგალითად A1, A2 და ასე შემდეგ ხომ არის 20 რიცხვი ჩამოწერილი და რომელიღაცა მათგანის ტოლია. აღმოჩნდა რომ დარჩენილებს შორის ერთ-ერთი, ანუ თან ეს არის A-N არ წაშლილა. ნუ რა ამბავი დატრიალდა, ესე იგი აქ. წავშალეთ პირველი 20 რიცხვიდან ერთ-ერთი და რომელი რიცხვიც არ წაშლილა, ისე გამოდგა დარჩენილი რიცხვების საშუალო არითმეტიკული. მოდი ახლა ასე მოვიქცეთ ოქროები. ნახეთ როგორ გავაკეთოთ. მე არ ვიცი, თქვენ ახლა ალბათ შესაძლოა გახსოვდეთ გაუსის ჯამის ფორმულა პირველი n ცალი წევრის. თუ იცით, აი 1 პლუს 2 პლუს და ასე შემდეგ n ეგ არის n გამრავლებული მის მომდევნო რიცხვზე და გაყოფილი მეგობრებო 2-ზე. როდესაც არითმეტიკულ პროგრესიებზე გადავალთ, ამას მიუბრუნდებით, მაგრამ ხო, როგორც ლეგენდა გვეუბნება, გაუსი მეორე კლასში თუ პირველ კლასში იყო, როდესაც აღმოაჩინა ეს ფორმულა. გაუსი არის მათემატიკის მეფედ აღიარებული მათემატიკოსი, საოცარი მოაზროვნე. მგონი ერთ-ერთ ვიდეოში დამჭირდა ამაზე საუბარი თქვენთან, მაგრამ ახლა ავხსნათ დავასაბუთოთ ეს სიტუაცია, ეს ფორმულა. გაუსმა როგორც ყვებიან პირველი 50 რიცხვისთვის დაადგინა ჯერ ეს. აი წარმოიდგინეთ, გაქვთ პირველი 50 რიცხვის ჯამი და მასწავლებელი გთხოვთ, რომ დაკრიბოთ ეს და ხართ მეორე კლასში. რას მოიმოქმედებდით? იმედია, ჩვენ საზოგადოებაშიც იქნება ამ მსგავსი მოაზროვნეები. ადგა და უკუღმა მიუწერა ეს ჯამი მოცემულ ჯამს. აი ადგა და პირიქითა თანმიმდევრობით დაწერა.
სხვა ვერაფერი მოიფიქრა, უცებ ეს რატომღაც წამოვტივდივდა თავში. რისი შესაძლებლობა მისცა ახლა ასეთი წესით ჯამების დაწერისა გავს? თუ ჩვენ ვერტიკალურად დავკრიბავთ თითოეულ წგრივს, რაც არის აქ ეს თითოეულ სვეტს 1, 2, 3, აღმოვაჩენთ, რომ ჯამებს მუდმივობა ახასიათებთ. ანუ ეს არის 51, ესეც არის 51, ესეც არის 51, ხო? და აი ასე იქნებოდა რამდენი ცალი 51? სულ 30 სვეტი არ გვექნება, რამდენი რიცხვიც ქონდა ჩამოწერილი შესაძლებლად თითოეულ სტრიქონში. კი, და გამოდის, რომ 50 ცალი 51 გავს. მაგრამ არ დაგავიწყდით, მეგობრებო, რომ ეს ჯამი 50-51 რისი შედეგიც არის. თქვენთვის საინტერესო ჯამის ორჯერადად აღების შედეგი იყო. ანუ მე რომ ერთ-ერთი მათგანის ჯამი ვიყო 50-51 უნდა გავყო 2-ზე. ძალიან მარტივი დასასაბუთებელი, ახლა ერთიდან ნებისმიერი რიცხვის ჩათვლით, რომ გვეპოვა აღნიშნული ჯამი, უკუღმათ ამიდორობით, როდესაც დავწერდით ამ ჯამებს, გამოვიდოდა, რომ n+1 ცალი, n+1 უნდა აგვეყო n-ჯერ და გაგვეყო 2-ზე. რა გამოვა მაშინ პირველი 20 რიცხვის ჯამი? ხო იქნება ეს 20-ჯერ 21 გაყოფილი 2-ზე, არა? კი ბატონო. ესე დავფიქრეთ, რა შეიძლება ყოფილიყო 19 რიცხვთან დაკავშირებით. მოდით, მეგობრებო. ასე მოვიქცეთ. მაშინ შეგვიძლია გამოვიყენოთ ახლა ჩვენ აი ეს მომენტი. მოდით წავშლი ახლა გაუსის ფორმულის ფორმულას და გავაზრდოთ კონკრეტული მცამის ავეჯს. ჩვენ დავადგინეთ, რომ პირველი 20 რიცხვის ჯამი იქნებოდა 2. ასე რა მოხდა? წაშალეს რიცხვი, ხო? ვთქვათ, წაშლილი რიცხვი არის 6. ვთქვათ, წაშლილი რიცხვი არის x და აი ის რიცხვი, რომლის საშუალო არითმეტიკულიც რჩება დანარჩენი 19 რიცხვი. მოდი გავქნათ, იცი? აინი გასაკებია, მაგრამ მოდი დავნიშნოთ მაინც რაღაცა y-იც, თქვა. რომ აინიც არ შეგვიშლიდა ხელს აინი რომ ყოფილი. არ დაგვამისლეს, რომ აი ეს y აუცილებლად არის ამ 19 რიცხვში, ხო? ამ 19 რიცხვში. როგორ შეგვიძლია ჩვენ 19 დარჩენილი რიცხვის ჯამი ჩავწეროთ? განა ეს არ იქნება 200-ს, ანუ 20-ვე რიცხვის ჯამს გამოკლებული x. კი. იქნება. ეს y-ის ტოლი. აქედან რა შეგვიძლია ვთქვათ? 200-ს მინუს 6 არის 19 y-ის ტოლი. და შესაბამისად თუ x გადავიდათ ახლა მეორე მხარეს, ну გამოგვივიდა ასეთი რაღაც. ანუ რა არის x-ი? x-ი არის წაშლილი რიცხვი. რა არის y-ი, მეგობრებო? y-ი არის რიცხვი, რომელიც არის დარჩენილი რიცხვებში და მისი ტოლია დარჩენილი რიცხვების საშუალო არითმეტიკული. არ დაგვაუსწრეს, რომ x-ის და y-ის ნატურალური რიცხვია, მეგობრებო. აი ახლა ჩვენ რომ ვიცოდეთ წრფივი დიოფანტური კანტონების ამოხსნის მექანიზმი, ну, მამამცანას უკვე მარტივად დავსლებდით. მაგრამ ჯერჯერობით ახსნილი არა გვაქვს, საერთოდ განტოლებები ახსნილი არ გვაქვს და მეორეც არ შედის ეგ ასე ვთქვათ, ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ პროგრამაში და თან ისეთი კონტექსტია, ისეთი მომენტია, რომ არსებობს სხვა გზებიც, რომლებიც უფრო მარტივად გაძლევინებენ პრობლემებს, ამიტომ ვერიდებით ხოლმე
წფი ვიდეოფანტური განტოლების გამოყენებას. რაღაც სხვა რამ უნდა მოვიფიქროთ ახლა ჩვენ, რითაც შევძლებთ x-ის და y-ის პოვნას. განსაკუთრებით ჩვენ x-ი გვაინტერესებს, ხო? რა რიცხვი წაიშალა. როდესაც ნატურალურ რიცხვებია მეგობრებო საუბარი, აი ძირითადად ჩვენ ვიყენებთ ნატურალურ და მთელ რიცხვებზე რომ არის საუბარი, გაყოფადობის მომენტებს. ანუ მთელობა რას ნიშნავს, ნატურალურობა რას ნიშნავს, თუ მე შევძელი და გამოსახულება ისე გარდაუქმენი, რომ აი გაყოფა იყოს მაგალითად. მაშინ რა დროს მიიღებდი ნატურალური რიცხვს გაყოფის შედეგად, თუ გასაყოფში ზუსტად მოთავსდებოდა განყოფი, ხო? და მაგალითად ნამრავლი რაღაცა x ჯერ y უდრის მაგალითად 23-ს. ხომ ცხადია თუ x და y ნატურალური რიცხვებია, ერთ-ერთი მათგანი ერთიანი უნდა იყოს და მეორე 23, ან პირიქით. აი ასეთ კონდიციამდე ხომ არ შეიძლება მივუყანოთ ეს სიტუაცია. ახლა ართულებს საქმეს ის, რომ ეგ კი არის 19-ის ჯერადი. მაგალითად სხვა შედეგი. ასე რომ დავთვალოთ, მაგრამ სამწუხაროდ აი ეს 210 არ არის 19-ის ჯერადი. აი ეგეც რო 19-ის ჯერადი იყოს, რა გამოვიდოდა ნაშთებთან დამოკიდებული ცოდნა, აი ადრე რომ საუბრობდით, რა ვისწავლეთ იქ, რა ვთქვით, თუ მაგალითად მოქმედებაა მოცემული a + b უდრის c-ს და პირველი შესაკრების და მეორე არ აქვს მნიშვნელობა, თუ მინდა სხვაობა იყოს აქ, ხო? პირველი და მეორე წევრიც უნაჟდოთ იყოფა რაიმეზე, მაშინ შედეგიც უნაჟდოთ გაიყოფა. და პირიქით, თუ ერთ-ერთი წევრი და შედეგი უნაჟდოთ იყოფა რაიმეზე, მაშინ მეორე წევრიც უნდა იყოფოდეს იგივე რაღაცაზე უნაჟდოთ. მოდი რა ვქნათ ახლა იცით. გამოვიყოთ 210-დან, აი აქამდე ამ სიტუაციამდე რომ მივიყვანოთ მდგომარეობა, ხო? ეს 19-ზე ხო იყოფა შედეგი, ხო? 19-ის ჯერადია და მოდი იქნებ 210-შიც გამოვყოთ 19-ის ჯერადი რიცხვი. რა თქმა უნდა, რაც შეიძლება დიდი რიცხვი და 210-ში თუ არ ვცდები რამდენი იქნება 19-ის ჯერადი 10 ჯერ 19 190-ია, 11 ჯერ 19 არის 209, ხო? ანუ 210 როგორ წარმოდგებოდა 209 + 1 და ნახეთ როგორ გარდავქმნათ ახლა ჩვენი სიტუაცია. ანუ რომ გქონდეს მე ახლა აი 1 - x რომ წარმოვიდგინოთ ცალკე რიცხვად, ანუ 209 + აი 1 - x, აი ეს რომ წარმოვიდგინოთ და 19y-ს. დავგვირდით ახლა რა ხდება, როგორი სიტუაცია? ეს ხო იყოფა უკვე 19-ზე, ხო? 19-ის ჯერადი. 19-ის ჯერადი. კიდევ 19y-იც 19-ის ჯერადია, ხო? მაშინ 1 - x რაღა დარჩა? ესეც 19-ის ჯერადი უნდა იყოს. ესეც 19-ის ჯერადი უნდა იყოს. ძალიან კაი. კი ბატონო, მოსულა. და რომ შედგეს ეს ტოლობა, ხო, ეს გამოსახულება და 1 - x, ანუ უნდა იყოს მეგობრებო 19 სახის რიცხვი და არ დაგავიწყდეთ x-ი რა არის? x-ი არის 1-დან 20-მდე წაშლილი რიცხვები. 1-დან 20-მდე რომელიმე ნატურალური რიცხვი, ხო? კი ბატონო, არის. და ფაქტობრივად გამოდის, რომ მე უნდა შევარჩიო ახლა 1-დან 20-მდე ერთ-ერთი რიცხვი, ან რამდენიმე, რომელიც 1 - x სხვაობაში მომცემს 19 სახის რიცხვს. ანუ უნაჟდოდ გაიყოფა 19-ზე. და რომელი ახლა ასეთი 1-დან 20-ის ჩათვლით. ეგ მარტივი საჩვენებელია, მარტივი მისახვედრია, მეგობრებო, რომ ახლა არ შეგეშინდეთ უარყოფითი რომ მიიღება. მთავარია მთელი იყოს, ხო? მთელი რიცხვების უნაჟდოდ გაყოფაც ხო შეგვიძლია და წარმოვიდგინოთ, აი თუნდაც ეს იყოს უარყოფითი 1 - x-ი. ხო? 209-ს გამოაკლდებოდა ის და მაინც დადებითი დარჩებდა მარცხენა მხარე, ხო?
ეგ პრობლემა არ არის. ანუ ფაქტობრივად თქვენ ახლა აქ ნატურალურ რიცხვს კი არ ეძებთ, ძირითადში ეძებთ უარყოფით რიცხვს, იმიტომ რომ მაქსიმუმ ეს ყოფილიყო 0-ის ტოლი, აი x-ი თუ იქნებოდა ერთიანი, აი ერთიანს თუ წაშლილით და ყველა სხვა რაც არ უნდა წაგეშალათ 1-x-ი ხო უარყოფითი იქნება. ამიტომ ჩვენ 1-x-ში ვეძებთ მთელ რიცხვს, რომელიც 19-ის ჯერადი იქნება. 19 კასახის იქნება. არ დაგავიწყდეთ, რომ 0 არის ისეთი რიცხვი, რომელიც ყველაფრის ჯერადი გამოდის, ხო? ახლა ჯერადობა უფრო სიტყვა ნატურალურ რიცხვების ეპითეტად შეიძლება გამოდგეს, მაგრამ აი 19-ზე უნაშტოდ რომ იყოფა, ასეთი ერთ-ერთი 0-იც არის. ამიტომ x-ი შეიძლება 1-იც იყოს და მე თუ წაყვებოდით ჩასავლით 2, 3, 4-ს აღმოაჩენდით, რომ 20-მდე სხვა არც ერთი რიცხვი არ მოგცემდა 19-ზე გაყოფის დროს ნაშთს 0-ს და თვითონ 20 იქნებოდა ერთ-ერთი ასეთი. ანუ ფაქტობრივად რა გამოდის 1 გაიხსენეთ მე თუ მინდა სხვაობა უნაშტოდ იყოფოდეს 19-ზე ასე აი ასე 3 წერტილი და იყოფოდეს 19-ზე რა უნდა ვქნა გამოსახულების ნაშთიანი გაყოფის შეფასების დროს როგორ ვიქცევი მის თითოეულ წევრს ხო გამყოფზე ერთიანი რომ გავყო 19-ზე რა არის ნაშთი 1-ია და x-ი რომ გავყო 19-ზე რა უნდა მომცეს ნაშთი მეგობრებო რომ ერთს გამოვაკლო და ზუსტად გაიყოს 19-ზე ანუ ამანაც ერთიანი არ უნდა მომცეს ნაშთი და 1-დან 20-ის ჩათვლით ერთს რომელი რიცხვები გაძლევენ 19-ზე გაყოფის დროს გაძლევენ ერთიანი და 20-იანი შევამოწმოთ ახლა ვნახოთ თუ ჩავშალთ ახლა ჩვენ x-ის მაგურად 1 და 20 მოდი განვიხილოთ პირველი შემთხვევა 209-ს დამატებული 1 - 1 ეს არის 19y ანუ 209 გამოდის 19y-ის როლი და y გამოდის მეგობრებო 11 ესე იგი რა რიცხვი იქნებოდა დანარჩენი რიცხვების საშუალო არითმეტიკული 11 ну რა პრობლემაა გამოვიდა რა შეიძლება პრობლემას არ ქნის ანუ წავშლიდით ჩვენ ერთიანს და შეგიძლიათ მარტივადაც გადაამოწმოთ მეგობრებო აი 1-დან 20-ის ჩათვლით რიცხვებიდან უწავშალოთ ერთიანი 200-ს გამოაკვდებოდა 1 იქნებოდა 209 და 209-ს თუ გახვდით 19-ზე ну იქნებოდა 11 და 11 დარჩენილ რიცხვებში არის მეორე შემთხვევა 209-ს დამატებული 1 - 20 ეს იქნება აქ 209-ს გამოკლებული 19 190 ეს x და y გამოდის 10 ანუ თუ მე 20-ას წავშლიდი აღმოჩნდებოდა 200-ს გამოაკვდებოდა 190-ია და 190 იქნებოდა დანარჩენი რიცხვების ჯამი და რომ გაიყოფოდა მათ რაოდენობაზე 19-ზე მჩნდებოდა 10 და 10-იანი დიახაც არის დანარჩენ რიცხვებში. ну საკმაოდ მძიმე ამოცანა გამოვიდა, არ არის მარტივი. არ მგონია ახლა ეს ამოცანა დაბალქულიანებში მოვიდეს, თუმცა კარგი ტექნიკა გვაჩვენა ამოხსნის ამოცანამ და შეიძლება ეს მერე მომავალში გამოვიდეს. კარგი დროებით დარჩენილ ამოცანებს მომდევნო ვიდეოში გავარჩევ. დროებით კი მშვიდობა.